ინგლისური ენა შეიძლება მოგოჩვენოს ზოგჯერ უჩვეულოვნად ერთი მარტივი ფაქტის გამო, რომ ერთ სიტყვას შეიძლება მისი საპირისპირო მნიშვნელობები ახლოს. მაგალითად, to dust ნიშნავს მტვრის აღებას. მაგალითად, I should dust the shelves. მე უნდა ავიღო მტვერი თაროებისგან. ხოლო მეორეს მხრივ მაგალითს გეტყვით I should dust the cake with sugar. მე უნდა გავამტვერიანო ნამცხვარი შაქრით. შემდეგი მაგალითი ავიღოთ to clip. To clip სიტყვა კლიპერი. ხო გაგუგია დასამაგრებელი, აი ამ სიტყვიდან მომდინარეობს, ნიშნავს მიმაგრებას, ერთი მეორეზე მიმაგრებას. I clip the papers together. მე ვამაგრებ ფურცლებს ერთი მეორეზე. ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება ნიშნავდეს ჭრას, გაჭრას. აი მაგალითად I clip the wires apart. მე გავჭერი მავთულები. და ერთი სიტყვას განვიხილოთ off. ერთის მხრივ ნიშნავს აქტივაციას, ხოლო მეორეს მხრივ ნიშნავს გამურთვას, დეაქტივაციას. მაგალითად, the alarm went off at 7 AM. ჩემი მაღვიძარა ჩაირთო, ანუ გააქტიურდა დილის 7 საათზე. ხოლო მეორეს მხრივ I turned the lights off before bed. მე გამურთე შუქი დაძინებამდე.